თუმცა როდესაც ამ მეთოდით ვასწავლით ხოლმე წერა-კითხვას, აი ამ სირთულეს ბგერად შერწყმას კითხვის პროცესში ყოველთვის ვაწყდებით ხოლმე. მაგრამ ეს სირთულე სრულიადად არ გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიცვალოს ანალიზურ-სინთეზური მეთოდი წერა-კითხვის სწავლებისა ქართულ სინამდვილეში. არამედ გულისხმობს იმას, რომ აქ მასწავლებლებს დამატებითი მუშაობა დასჭირდება ბგერად შერწყმაზე და აი აქ ამ დროს ჩვენი მასწავლებლები წარმატებით იყენებენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ მარცვლებით სწავლებას და ისიც მინდა გითხრათ, რომ დროთა განმავლობაში თუ სასწავლო პროცესი სწორად გახლავთ ორგანიზებული, ამ ბგერად შერწყმის საკითხი ნამდვილად აღარ წარმოადგენს პრობლემას. ეს რაც შეეხებოდა სწორ კითხვას. სწრაფი კითხვა გულისხმობს გარკვეული ტემპით კითხვას მეგობრებო და იგი არამც და არამც არ ნიშნავს სწრაფად კითხვას. საქმე ის გახლავთ, რომ სხვადასხვა ტიპის ტექსტები სხვადასხვანაირი ტემპით იკითხება. იმის და მიხედვით თუ რასთან გვაქვს საქმე, თხრობასთან, აღწერასთან, მსჯელობასთან, მონოლოგთან, დიალოგთან და აი ეს ტემპი სწორედ მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს კითხვის პროცესში და კითხვის ერთიანი ტემპი ჩამოუყალიბოს კლასს, რაც მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული პროცესია. ვისაც ერთხელ მაინც ქონია შეხება დაწყებით კლასებთან, ის ყველა დამეთანხმება, რომ აქ მოსწავლეთა ერთი ნაწილი კითხულობს უფრო სწრაფად, მეორე უფრო ნელა ჩამორჩება კითხვის ტემპს, რაც აკეთებს ამ დროს მასწავლებელი. იყენებს ეგრეთ წოდებულ ტაქტის ხერხს და ტაქტის ხერხზე ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი წინა მეცადინეობაზე და ძალიან ხშირად მიმართავს გუნდურ კითხვას ასევე და რაც მთავარია ამ დროს მასწავლებლის ნიმუშს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება კითხვის შემდეგ მხარეს, ეს გახლავთ შეგნებული კითხვა. ტერმინი შეგნებული თავისთავად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის მასალა, რასაც მოსწავლე კითხულობს, აუცილებლად უნდა იყოს მისთვის შინაარსობრივად და აზრობრივად გასაგები. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მას უნდა ესმოდეს თითოეული სიტყვის მნიშვნელობა და უნდა ესმოდეს მთლიანად წაკითხulis აზრიც. ამ საკითხზე მე იმიტომ ვამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ ძალიან ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს სთავაზობენ ეგრეთ წოდებულ უაზრო მარცვლებს კითხვაში გასავარჯიშებლად. დამიჯერეთ, ეფექტს ნამდვილად ვერ მივიღებთ. ეს გახლავთ წმინდა მექანიკური სახის ვარჯიში, რომელსაც შედეგი არ მოაქვს. კითხვა ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეს ესმის წაკითხulis შინაარსი. და როდესაც შინაარსის გაგებაზე გულისხმობთ, პირველ რიგში ვსაუბრობთ ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობათა გააზრებაზე. ჩვენ ვისაუბრეთ რა მეთოდებით იხსნება ახალი ლექსიკური ერთეულები და იმაზეც ვისაუბრეთ ყველა სიტყვის მნიშვნელობა უნდა აიხსნას თუ არა. რა თქმა უნდა, არ უნდა აიხსნას ყველა სიტყვის მნიშვნელობა, ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა მოსწავლეს ისედაც ესმის კონტექსტის მიხედვით ხდება მისთვის გასაგები და რაც მთავარია, აი ლექსიკურ ერთეულებზე მოსწავლეთა ყურადღების გადატანა მერე ცოტა ხელს გვიშლის ხოლმე წაკითხulis გააზრებაზე. ამიტომ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ სიტყვებით, რომელთა მნიშვნელობაც კლასის აბსოლუტურად დიდი ნაწილისათვის არის უცხო. რა თქმა უნდა, ახალი სიტყვების ახსნის პროცესში თავად კლასი უნდა ჩაერთოს ძალიან აქტიურად. ამ დროს მოსწავლეებს უნდა მივცეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. თავადვე მოძებნონ დაე ტექსტში უცხო სიტყვები, ანუ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა მათთვის მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია და შემდეგ თავადვე სინჯონ ახსნან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში აუხსნან ამ სიტყვების მნიშვნელობა ერთმანეთს და თუ ისინი ამას თავს ვერ გაართმევენ, ასეთ შემთხვევაში ჩაერევა მასწავლებელი. მაშ ლექსიკური მუშაობა კლასის აქტივიზაციის ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალება გახლავთ. ეს არის სწორედ ის ხერხი, როდესაც კითხვის პროცესში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე შეიძლება ჩავრთოთ ერთნაირი წარმატებით. ისიც თქვათ, ბარემ როგორ უნდა ახსნათ ეს უცხო სიტყვები. ყველაზე გავრცელებული არის, რა თქმა უნდა, პერიფრაზი, გახლავთ სინონიმები, თუ კი ამის შესაძლებლობა არის მოცემულ შემთხვევაში და ამ სიტყვას
ჩნია სინონიმური ფორმა, მაგრამ დაწყებით კლასებში კი ახალი ლექსიკური ერთეულების ასახსნელად ყველაზე ეფექტური გახლავთ მაინც თვალსაჩინოება, თვითონ საგნის ჩვენება და თუ საგნის ჩვენების საშუალება არ არის, მისი შეცვლა სურათით და მე ამაზე თქვენ პედაგოგთა კლასიკოსების შეხედულებაც გაგახსენეთ, არა? დააზეპირებინეთ ბავშვს 5 სიტყვა და ვერ შეძლებს ის ამ სიტყვების დაზეპირებას, მაგრამ მაჩვენეთ ამ 5 სიტყვის სურათი და ის აუცილებლად გაიგებს მათ. ეს უცხო სიტყვების მნიშვნელობის ახსნა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს შემდეგ მთლიანად წაკითხulis გააზრებას, მაგრამ ესეც მხოლოდ ერთ-ერთი მხარეა კითხვის. უცხო სიტყვების ახსნა, ტექსტის გააზრება მხოლოდ უცხო სიტყვების საშუალებით არ ხერხდება და ეხლა ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ამის შესახებ. რაც შეეხება გამომეტყველებით კითხვას, გამომეტყველებითი კითხვა კითხვის უმაღლესი საფეხური გახლავთ მეთქი, თქვი და ის თავის თავში აერთიანებს კითხვის ყველა თქვენთვის ცნობილ მხარეს, ეს არის სწორი, სწრაფი, შეგნებული კითხვა და გულისხმობს არა დეკლამირებას, არა მხატვრულ კითხვას, რასაც ალბათ სპეციალური ოსტატობა მოითხოვს, რაც სპეციალურ ოსტატობას მოითხოვს და სპეციალურ განათლებასაც ალბათ, არამედ გულისხმობს ტექსტის სათანადო ინტონაციის წაკითხვას, מחვილების, პაუზების, ტემბრის, ტემპის დაცვას. მახვილის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ყურადღება გავამახვილეთ გახსოვთ ფსიქოლოგიურ მახვილზე. ახლა მოდით 1-2 სიტყვა ვთქვათ ჩვენ ინტონაციის შესახებ. რაც გულისხმობს ეს ინტონაცია. ინტონაცია პირველ რიგში განპირობებული არის თვითონ საკითხავი მასალის ხასიათით და წინადადებათა ტიპებით. როგორც მოგეხსენებათ, ყოველ სასვენ ნიშანს თავისებური ინტონაცია შეესატყვისება მეტყველებაში. თუმცა ისიც ვთქვათ მოდით, რომ ეს სასვენი ნიშნები ამ ინტონაციათა ნაირგვარობას სრულად ვერ გადმოსცემენ. ასე მაგალითად, კითხვის ნიშანი ერთნაირად ისმის კითხვით სიტყვიან თუ არა კითხვით სიტყვიან წინადადებასთან. მაშინ, როდესაც ინტონაციურად ამ წინადადებების წარმოთქმა ერთმანეთისაგან განსხვავებული ასე არ არის, კითხვით სიტყვიან